ესე იგი, ამან გაბრიელმა ისიც თქვა და თუ გახსოვს, რომ როდესაც ხედავდა, რომ უფალი წყალობას უვლენს ერს, თუ სანამ საფრთხეს ჩამოაგდებდა ბევრჯერ გაგშენეს ნათქვამი, რომ ერთ კაცებს შერწყება თავისი კაცების ქალებს თალობის და მესამე თესლით კიდე უფლის დიდებას იხელავენ და შიში დაეცემათო. უფალო არ არიან ღირსები და რატომ წყალობო? ესე იგი, წარმოგიდგენია ძვირფასდელი მაყურებლები. გაუკვირდა, ხო, რომ ვერ ვიმსახურებთ თურმე რა დაიმსახურე ესეთი ქართულმა ერმა რომ წყალობო. აი ესეთნაირად რაღაც. კარგი, ეს გადავდოთ მომავლისთვის, სასიხარულოც არის ერთი მხრივ, რომ წყალობა წინ გვაქვს, მაგრამ მოდით რა ვეცადოთ, რომ ვისი უნდა გვეშინოდეს, რისი უნდა გვეშინოდეს. მოდი გი ერთი კითხვა დავსვათ რა. თათო დავამთავრე, ბაბათი, რისი უნდა გვეშინოდეს? უფლის სასჯელის გარდა. და რისი უნდა გწამდეს? აი ამას სულ კითხულობ, კაცო, ახლობლებშიც. როგორ შეიძლება სიკეთე ქმნითო თქვენმა სიკეთემ გადაგარჩიოთ? არც უფალი შეგიწყალე და ვერც მე მოგეხმარებითო. სულ იძახთა ამას მამა გაბრიელი თურმე. სიკეთე ვქმნათო, რა გვიშლის ხელს ამაში? როგორ უნდა მშირდეს ჩემი მდიდარი მეგობრის, ნებისმიერის, ან მეზობლის, ან თვითონ ხელისუფალის, ან ყველასი. პირიქით უნდა მიხაროდეს, რატომ უნდა მშურდეს ვინმეს კარგი? ერთმანეთთან განსხვავდებით, სხვადასხვა ფიზიკური სხეულები გვაქვს, სხვადასხვა მდგომარეობა, მაგრამ იქ ყველა ნეტარებაში ვიქნებით. ამის თუ არ გვჯერა, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ყველაფერს? და თქვენი ხო იცით ჩემზე კარგად, ვისაც ანალიტიკური აზროვნება გაქვთ, განათლება, ინტელიგენცია და მაინც გაურბიხართ უფლისმენას, ხო ხომ იცით კარგად, რომ სატანიელმა ლუციფერმა, ვინც ანტიქრისტეს მოსვლას ამზადებს და საბოლოოდ უნდა დაღუპოს ეს დედამიწაზე სულ ყველაზე ჩაგვითრიოს ჯოჯოხეთში, რომ იმან კარგად იცის ვინ არის ქრისტე. და იმას წამს უფლის არსებობა, უბრალოდ ის დაუძინებელი მტერი იმიტომ არის, რომ მას არ აქვს უნარი მონანიების, ვერ იტყვის უფალო შემიწყალე, ვერ ამბობს. ისეთი რამ ჩაიდინა მაშინ, როდესაც შეებრძოლა მიქაელ მთავარანგელოზს და მის კეთილანგელოზებს. აი რაშია განსხვავება? ჩვენ უფალმა მოგვადლა მადლი, რომ ცხოვრებაში შევინანოთ და გავიდეთ ზიარების მადლით, გავიდეთ ამ ქვეყნიდან ისე, რომ თვალდახუჭილი და თვალს გახელვის მერე, რასაც სიკვდილი ქვია და ნუ გეშინიათო მამა გაბრიელი ამბობდა, არ გვეშინოდეს სასამართლოსი. ანანურის ტაძარში ჩადით იმ კომპლექსში და ნახეთ ფრესკაზე ყველაფერია იქ ცოდვამადლის აწონვა და სასამართლო. ყველაფერია, ეს ხომ სისულელე არ არის, ეს ხომ რეალობაა ხალხო. ამას ჩვენ ვამბობთ, ყველა ფიზიკოსი, ყველა მეცნიერი უფალს ადიდებდა, მაგიდაზე გიდებთ ამას ყველაფერს და ამის მერე კიდევ რომ ხდება, მე გარკვეულ მენტალიტეტს გულისხმობ ხომ, რომ რაღაცა გაუგებარი ადამიანური კანონებით ამის ყველაფერს ვის ზღუდავთ, რა ზღუდავთ ეს მართლმადიდებლები, ვის ვერჩით, კაცო, პირიქით. ჩვენზე მეტად არავის არ უყვარს, არც ის ყველანაირი სახის ადამიანი, ვისაც არ წამს ქრისტე. ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარხართ თქვენ. და თქვენზე ვლოცულობთ. და თქვენ გიყვარ ვარ ჩვენ? ეს სიყვარულია თუ ეს თვალთმაქცობაა? თუ ეს ბრძოლა ქრისტეს მიმართ და ის რომ ჩვენს დაგღუპოთ და ჩაგვაგდოთ წოდვებში. აი ამის თქვა მინდოდა. აი ეს არის მიქაელ მთავარანგელოზების ფენომენი და მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, რომ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მისი ქმედების გამზიარებლები მეტნაკლებად. ესაა ჩვენი ჯვარი ქრისტეს მიმართ. თუ ეს არ წამს ადამიანს, ვერაფერს ვერ იზამ.